ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა, ვიმყოფებით PUB 44-ში, მადლობა ამ ხალხს მასპინძლობისთვის. ასევე ჩვენი ერთგული მეგობარია ლუდი ბავარია, ჩვენი სპონსორი და პარტნიორი. მადლობა ბავარიას გვერდში დგომისთვის და ნდობისთვის, რაც ყველაზე მთავარია. მერაბ ყუფარაძე, ლევონ ყუფარაძე, ვიწყებთ ძმების პოდკასტის მორიგ ეპიზოდს. სანამ დავიწყებდეთ, მანამდე გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი ძმების პოდკასტი, გამოყვებით TikTok-სა და Facebook-ზე, გამოიწერეთ, ხო თქვი უკვე. მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, ვიმეგობროთ და რა ვიცი, მაქსიმალურად გვინდა რომ მაყურებელი ჩართული იყოს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ცალკე ჩვენ მარტო არაფერს არ წარმოადგენთ თქვენ გარეშე. რაც შეეხება დღევანდელი ეპიზოდის სტუმარს, ესე გამოვიდა რომ ეს უნდა წარმოვადგინო. სპორტსმენ მხატვარი გამეზა არის ჩვენი სტუმარი. გამეზ, გაუმარჯოს. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო არის, იქნება დარწმუნებული ვარ შენი სტუმრობა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი საინტერესო რაღაც გაქვს შენ გაკეთებული, არა მხოლოდ სპორტის მიმართულებით, არამედ ზოგადად ხალხობის მიმართულებით, რომ მინდა რომ ამ ყველაფერზე თან ხანდახან გადავუხოვთ ხოლმე სპორტულ ჩარჩოებს და ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ საინტერესო ადამიანია და თან სპორტით დაკავებული დღემდე ამას ყველაფერს მოვყვებით. როგორ ხარ პირველ რიგში? დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიხარულოა სპორტის ამბავი, ჩემთვის კი მხატვარი ვარ და მაგ სფეროში მოღვაწეობ, მაგრამ სპორტული აქტივობა ყოველდღიური ნაწილია ჩემი ცხოვრებისას და პროფესიისას. მით უმეტეს კედლებზე მიწევს ხშირად ხატვა და იქ თუ არ ხარ მზად ფორმაში, ფიზიკურად არ გამოგივა რაღაც. ამიტომ რაღაცა ვცდილობ რომ ვიყო რაღაც ისე ჯანმრთელად და ბედნიერად. გადასარევი ამბავია. ლუდი უნდა შემოგთავაზო თუ სიამოვნებთ. იბა, აბა. თან აღნიშნოთ ჩვენი შეხვედრა, გაუმარჯოს ჩვენი შეხვედრას. თან ბავარიასთან ერთად. საქართველოს კალათბურთის ნაკრების წარმატებაც აღნიშნოთ. აუცილებლად. გულში ყვარა მაგარი გოლი. მაგარი გოლი შეაგდო ყვარა მაგა. იზაზები გვაქვს. მადლობა. კარგი, სანამ მოდი მხატვრობაზე გადავიდოდეთ, მანამდე მე ვიცი რომ შენ და ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი გიორგი ცინცაძე სინგდისი ქართული სპორტის როგორც და რანაირადაც პირდაპირ გაგებით. შეგიძლიათ გაიგოთ. პირდაპირ გაგებით ქართული სპორტის სინგდისი გიორგი ცინცაძე და ლეგენდა, ნუ ერთ თავისთავად გუნდელები იყავით, ხო? კალათბურთით დაიწყო შენი სპორტთან სიახლოვე. აი, სულ ბავშვობაში რამდენი წლის ვიყავით, ალბათ 12-13 წლის ასაკში ვიყავით გუნდელი. აი, სუპერველ გუნდში რომ ჯერო ბურთისკენ წვას და სროლას სწავლობ, აი მაგდონელი ვიყავით. 16 წლამდე, 17 წლამდე თამაშობდი აქტიურად. ძალიან მონდომებით და წარმატებითაც. ერთ დონეზე თამაშობდით, შეიძლება ითქვას მაშინ. მე პროპაგანდა რო უწევს ეხა რომ აი თუ გამოდის აქციებზე და რუსეთის თავაზობდა და CSKA და რაღაც ჩვენ ეპიზოდში ილაპარაკა მაშინ ბუმ ამ ყველაფერზე და ვისაც გაინტერესებს და გჭირდებათ ამის შეხსენება გადადით და ნახეთ. ერთ-ერთი პირველი ეპიზოდი, მესამე თუ მეოთხე ეპიზოდი იყო სულ. მაშინ არც იყო ჯერ ლაპარაკი არანაირი გადასვლაზე. ეგ არის აი რომელი წლები? აი გაგანია 90-იან წლები რა, ალბათ 16-17 წელი რა, აი მაგ დროს ვიყავით მაგასაკის 12-13 წელი. მაშინ რავი, აი დანგრეულ დარბაზებში რაღაცნაირად, მაგრამ ისეთი ჰქონდა მუღამი, რასაც ვია და ნუ იქ მაშინ ჩვენი გუნდელები რავი, ქვე იყო მარკო იშვილიც ვარჯიშობდა ჩვენ დროს, ფაჩულიაც ერთი წლით დიდი იყო და რაღაცა მახსოვს ეს ძალიან კარგად ეგ პერიოდი, მიუხედავად იმისა რა ხდებოდა ზოგადად ქვეყანაში კი ბატონო. ხო, ნუ რა ბურთები და რა ბოტასით ვარჯიშობდი, არ ვიცი, რა მახსოვს, მაგრამ ნუ რაღაცა ვიღაცებმა ისწავლეს მოკლედ. მე საბოლოოდ მაინც ხელოვნებისკენ უფრო წავედი. თავიდანვე გინდოდა ეგ ამბავი რომ თავიდანვე ესეც ჩემი ნაწილი იყო რა, მე ეს ხატავდი სკოლაშიც და ქუჩაშიც ეს რაღაცა ჭაპნიდი, სულ ეგეთ ჩემი ბუნებრივი ნაწილი იყო. შესაბამისად, რავი, ეს ორი მიმართულებით მიდიოდი მაგ 17 წლამდე და მე აირჩიე. მე თან თავიდან მაღალი ვიყავი, მე დაბალი გავხდი. ხა მე თავიდან ვიყავი მაღალი, ეხლა იცი როგორ არის ბავშვი რომ მაღალი. თავიდან იზდები მე მეტრა 90 თურმე დაბალი ხარ. ხალხი რავი, მეტრა 95-ია ყველაზე დაბალი, რაცა ვინც დარგის და ოკეი, მეთქი ვიქნები მაღალი მხატვარი. არ არის ცუდი ვარიანტი და ოკეი. მე ეგრე გადავედი მოკლედ მაგ სფეროში.
მაგრამ რა თქმა უნდა კავშირს არ კარგავ, ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო. ხატრულად ჩართვა, კედელზე დახატვა, ილუსტრაცია, კომიქსის გაკეთება, ილუსტრაციები ბევრნაირად, სარეკლამო კამპანიებში, სხვადასხვა პროექტებში და რაღაცნაირად თან მეგობრობ ბევრთან, კალათბურთშიც და სხვა სპორტშიც და რაღაცა შენი სტილი მაინც რაღაცა კომიქსებისკენ მიდის, ხო? რაღაცა იცი როგორ, მარტო კომიქსი არა, ვიწრო არის მიმართულება, ილუსტრაცია შეგვიძლია დავაყოთ, რომელიც აერთიანებს კომიქსი, პოსტერი იქნება, დიზაინი ყდების და ასე შემდეგ. ერთ-ერთი აეგერ მოიტანა აჭარაბეთისთვის შექმნა გამიზამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ. კი, პირველად რო ვიყავით. ამას გრაფიკულად გამოვიტანთ ახლა ესე კამერაშიც გაჩვენებთ, მაგრამ მაინც აეგერ ბოლოზე უშემატკივრები აი ის ადამიანები რომელსაც ამ ილუსტრაციებზე თუ კომიქსებზე იმუშავეს თვითონაც აქ არიან აი წარწერებით ოჩახ შერმადინი როგორც ყოველთვის ისმის ეს ხმა ოჩახ შერმადინი მუდმივი სლოგანია მუდმივი სლოგანია და აქ სხვადასხვა ილუსტრაციები არის ამას გრაფიკულად უფრო გამოვაჩენთ იმაში ვიდეოში მაგრამ ხო ძალიან მაგარია ყველაზე მთავარი არის იცი აქ ერთ-ერთი რომ მე რაღაცა ეხლა უყურებ აი ყდასაც რომ შევხედოთ შენგელიას ხედავთ ხო პირველი გულშემატკივარი და შენგელია და რაღაც მომენტში მეგონებოდა რომ სურათი ფოტო გადაღებული არის უბრალოდ რაღაცა ხელოვნურ ინტელექტს გააკეთებინე ეგ ჩვენი მუდმივი პრობლემაა ჩვენ რაღაცებს ხატავთ ხოლმე ხშირად არის მე რაღაცას დავხატავ და ვცდილობ მართლა საათები ზიხარ და ვიღაცა იჩითება რა პროგრამით დახატეთ ეს რა ეგ არა ნუ რა პროგრამა და მე უნდა აუხსნა ნუ ახლა ყველაფერი რა აუხსნი მაგრამ ეგ არის ხოლმე ხშირად რომ გონიათ რომ ყველაფერი რაღაცა იმით ვკეთდება რა იცი რა სპორტიც ამ ხრივაც ძალიან მაგრა ვითარდება რა მე ეგ რომ მგონია ახლა მარტო ის ხო არა ახლა ევროპაზე გავოდით კი ფეხბურთში აქ სოფლიოზე პირველად გავოდით აგერ ევრობასკეტი ისტორიული დავდეთ და რაღაცები მაგრამ შენი და კონკრეტულად შენი აი ეს ნახატები რაღაცა ისტორიას რჩება იმიტომ რომ ბათუმში ყვარას დიდი მურალი თუ როგორ ქვია ძალიან გრანდიოზული ხო ანუ ძალიან ისეთი რაღაცა რა ვიზრდებით მაგ კუთხითაც ძალიან მაგრად რა სპორტულ წარმატებასთან ერთად მაგ საქმეშიც ძალიან მაგრა ვითარდებით რა და ძალიან ბევრი ხო მაგრამ შემთხვევით არ ახსენა ყვარას მურალი ბათუმში გამეზას დახატული არის ეს გიგანტური კვარაცხელია. ეგ არის, რავი, სარეკორდო ის არის მე მგონი ნამუშევარი. 430 კვადრატული არის. და რაღაცა ერთი კვირის ფარგლებში გაკეთდა რა, რაც იდეაში თან ცოტა არის და თან ბათუმისთვის თან იმ ადგილზე. იმიტომ რომ ამინდის უცვალებადია, ხშირად წვიმა მოდიოდა მან. მოგდეთ, ბევრი ტექნიკური დეტალი თან ჩვენ აქედან ჩასული ხა აქ მაინც თბილისში იცის, სად რა არის მიხვიდა იყიდოს მასალა, იქ სულ ამას ვარ ყვევდით. რაღაცა ისე მოხდა რომ სარეკორდო დროში, მაგრამ იმდენად ვიყავით მაშინ მოტივირებული, ასე ვთქვათ, რომ ეს ის პერიოდია, ყვარა რომ ნაპოლიში საჩემპიონო სეზონი იყო, მე მგონი, აი ზუსტად მაგ პერიოდში მოიგო კიდევაც ივლისი, მაისი, ივნისში. მაისის ბოლოს ხატავდით მაგას ხო და აი მოკლედ მან სხვადასხვა არაერთ უცხოურ გამოცემაში შემოხვედრია ეგ შენი დაღატული მურალი ყვარაზე რო სიუჟეტები კეთდებოდა აი მართლა ძალიან მასშტაბურია ხა მაგზომის ნაღდათ არ არის დახატული მე რო გაივლი და დახატოს უყურებ მაგარია მე გისტორდება ფოტოს ვიგებ კი ერთი ფოტო წავიდე შეიძლება ჰაჰა სტორი შეაგდო მაგრამ მაგის კეთება არის მართლა გრანდიოზული შრომა და ძალიან რთულია გადმოცემა რომ ხასიათი მოდიოდეს ნახატიდან რა აი ამ ხელა მასშტაბებზე თუნდაც ყვარა თუნდაც აი ხა ხო აღნიშნეთ ეხლა შენგელიას რო უყურებ მართლა მგონია რომ უბრალოდ ფოტო არის დამუშავებული რა ამ ყველაფრის ხასიათის გადმოცემაზე მუშაობა ამ ყველაფრის როგორ ხდება ეგ მაინტერესებს ხო ეგ არის ნუ გამოცდილება თავისთავად რა ეხლა ეს პირველად ვერ დაიწყებ ეგრევე დიდ მასშტაბზე რა ეს არის წლების მიერ განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება დაწყებული ალბათ პატარა მასშტაბიდან ნელ-ნელა იზრდება. კონკრეტულ მოცემულობაზე ესკიზი არის თავარი, ისეთი ესკიზი უნდა შეიქმნას, სადაც ეს ყველაფერი იქნება სრულყოფილად ნაჩვენები, ხასიათია, დეტალები, ფერები. ხო. და რაც არის მოკლედ საჭირო იმისთვის და ამის გადატანა უკვე ტექნიკური საქმე არის დიდ მასშტაბში კედელზე რა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ამის გაკეთება. მაინტერესებს რამდენად გეხმარება შენი აი სპორტისთან მისიყვარული შენ საქმიანობას.
მე მგონი ეს ყოველდღიური ჩემი ცხოვრების არის სადაც ნაწილი, იმიტომ რომ მე ხო ერთ ადგილზე არ ვაკეთებ. სულ მიწევს გადაადგილება, მოძრაობა, აქტიური ჩართვა. შეიძლება კედელი არ იყოს, მაგრამ არ ვიცი, სადღაც დავდიოდე რაღაც სანახავად ან ფოტოების გადასაღებად. ამიტომ სპორტულ ფორმაში ყოფნა არის ჩვეულებრივად ის ნაწილი, რომ აი რაღაც ინსტრუმენტი გაქვს ხელში და ხატავ რა. ეს გაშიშებული ოჯი და შეიძლება მარტო ფურცელის მასშტაბში იყო და ეგ არ გვაწყობს. აი ეს გარდატეხა როდის დაიწყო მაგალითად მე არ მახსოვს კონკრეტულად 10 წელია ხო ალბათ? 10 წელი აქტიურად, მაგრამ უფრო აი ამ საუკუნეში ასე ვთქვათ 2000 და პრაქტიკა, უცხოური პრაქტიკა, ევროპული პრაქტიკა მაგალითად აი რო შევადაროთ რა. ხო, აი ამ საუკუნიდან 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო აქტიურად. მაგ დროს დავამთავრე მეც სამხატვრო აკადემია, დავიწყე რაღაცები, ჩემი თაობის ხალხმაც და ნუ აი ბოლო 10-15 წელია უკვე აი ეს არა პრინციპში ნიკოლოდიდან არის 17-2018. ხო, რა ბოლო 10 წელია უკვე ისეა. ფესტივალებიც რო გაჩნდა და უკვე ორგანიზებულად კეთდება რა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. მოწეული უცხოელები ხო გერმანელები იყვნენ ჩამოსულები ხატრები კი ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინიდან პორტუგალიიდან და ასე შემდეგ შესაბამისად ძალიან მრავალფეროვანი და უკვე ისეთი ხარისხიანი და ვარქვათ და ფანტაზია გახსნილი არტით იხატება ნახატები სხვადასხვა ქალაქში. აი ეგეთი ლოკაციების შერჩევა კედლის ხატვებისთვის როგორ ხდება? ანუ რა კრიტერიუმები? ჩვენ ფესტივალზე რაც ვამბობთ, ესენი უფრო დიდ მასშტაბებზე, აი კორპუსებზე რო იხატება რა. მან უნდა დაავთვალიერო ჩვეულებრივად ლოკაციის შერჩევა არის და შეთანხმება მაცხოვრებლებთან. ეგ არის ძალიან რთული ამბავი. ხო, მან ისი არის რომ მაცხოვრებლების თანხმობა გჭირდება ყველა, ნუ რაღაც სპორტსმენები თუ გეხმაურებიან ხოლმე, აი მაგალითად ყარახო არ შექმნებია შემთხვევით ან არ გაურკვევია მინდა ხატა ეს მურალი ან რაღაც მსგავსი. ყარა მაგალითისთვის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ის ყარას მაშინ არ ეცალა, მაგრამ მე პირიქით მე მივწერე ჩაუგდელი კი და მოეწონა კი თვითონაც შემეხბიანა და რაღაც მადლობელი იყო. ეგეთი ის მაქვს ხოლმე კონტაქტი კი. სხვებთანაც ფეხბურთელებთან მქონია რაღაც ვიდეოს გაკეთება მინდოდა და ფეხბურთელებთან მქონდა ეგეთი კომუნიკაცია. არის ხოლმე კი ეგეთი რაღაცები, რა თქმა უნდა. მეც მიხარია და ვასწორებ, რა თქმა უნდა. ხო, ანუ თან მე როცა ეხლა რამეს ვაკეთებ, ხო, ძირითადად ვიღებ სულ კონტენტს, ან ფოტოს, ან ვიდეოს და შესაბამისად ვგზავნი ან ნიშნავ ყველას და ეს იდება რა, ან YouTube-ზეც ვდებ, Instagram-ზეც ხოლმე, Facebook-ზეც ყველგან ვდებ. მოკლედ არის ხოლმე ისე, რომ სანახავი მასალა მაქვს ხოლმე. აქ არის კიდე გარდა გულშემატკივრებისა ისლანდიის, ანუ სოფლიოზე ვისთანაც გავედით, ვისაც მოუგეთ ბოლო თამაში, ისლანდიის ნაკრებიც არის, პაპატივია ალბათ, ხო? რა, ეგ ეპიზოდი არის, ხო, ეს მინიგმირების ის არის და მაგფადები. გულშემატკივრების ძალაზეა, მოკლედ ეს კომიქსი აგებული, როგორ ეხმარება. როგორ მე-6 მოთამაშე ესე ხო, ეგ მომენტია და არის ეგეთი იუმორისტული სცენები გათამაშებული მან. მაგრა ასწორებს. სიმფსონების სტილში იყო რაღაც დახატული შენი უზნაძე და ქორწინების ახლა რო ჩადიხარ. ეგ არის, ეგ სიმფსონების სტილში მან დახატული არის მეთეოზე, ფიროსმანი. ხო. ეგ არის. ეგ არის პირველი ნახატი ნიკოს სარდებში. სულ პირველი, ეხლა მე მგონი უკვე ერთი. ხო, ეხლა აღვიდგინე, ხო, რაზე მეუბნებოდი. ეგ არის საკულტო ნახატი ჩვეულებრივად, მართლა, ნუ თვითონ ეს ფიროსმანის მეთეოზე ხო ძალიან ცნობილი ნახატია. გასიმფსონებული ვერსიაც ეგეთი ის გახდა რაღაც პოპულარული რა, იმიტომ სიმფსონებიც ეგეთი სტილია, რომ ვრცელდება რა, საინტერესოა და ეს რო გაერთიანდა, რაღაცა საკულტო ნახატი გახდა ეგ. კუპატა არის კიდე ეგეთი კუპატა ძალიან მაგარია, კი, კუპატა. მოკლედ ისე გამოდის რომ ეს ეგეთი მე ვხატავ საკულტო ნახატებს რა. ბათუმი გიყვარს, ბათუმში ხატავ. ბათუმში, ხო, აი ეგ საკუპატაც ნიკოსთან ერთად დავხატეთ. ანუ ვიცი როგორ არის, ეს კედლისთვის არ დამიხატავ. კუპატა ისე დავხატეთ ჩემთვის რა, როცა ეს ვიდეო ხო, რო ზებრაზე რო გადადაყავს. ხო, გავრცელდა. ანუ ეგეთ რაღაცა ეგრევე სახასიათოა ხოლმე ჩემთვის და თან ცხოველები ძალიან მიყვარს ხოლმე და კუპატა დავხატე და მე რაღაც დროის მერე გადავწყდა რომ ეს კუპატა იქ დაგვეხატა და ეგრევე ის მქონდა მზად ესკიზი ასე ვთქვა და მოეწონა ეგეთი პოპულარული არც ერთი არ იყო მართლა ბათუმში აი კუპატა რავი
ფეხბურთელებზე ესეთი ძალიან მაგარი იქნება რა. ხო და ხო, აი მე ვცდილობ ხოლმე რა, ოღონდ მე ხა მარტო რა შეიძლება გაკეთო პოსტერი ერთი ან ორი გვერდი ან რაღაცა, მაგრამ ეს რო იყოს რაღაცა ეს სერიები თან ნომრები ან რაღაცა უკვე სხვანაირი დაგეგმარება ჭირდება. ეს დარჩება ისტორიას, იმიტომ ძალიან მაგარია რა, ჯერო გადაშლი უკვე თვალს უხარია, ჯერ ფერადია, ანუ ჩაშავებული და ნაცრისფერი და ის არ არის. არა, თან იცი რა არის ეს თემა ახლა ჩვენთვის არის ცოტა ძნელი, თორე ეს ახლა ევროპაში, ამერიკაში ჩვეულებრივი ამბავია, უკვე დიდი ხანია, თქო კომიქსები, ამ მსგავსი რაღაც ტიპის გამომცემლობა ასაკეთებს, გამოცემები და 23-ში ვიყავი პარიზში, საქართველოს ავსტრალიაზე, რაგბზე და ანუ რატო არ მეუცხოა ეს იცი, ზუსტად ასეთი, ეხლა რა თქმა უნდა კონკრეტულად ესეთი ვერ იქნებოდა ფიზიკურად, ეხლა სხვა ტიპებმა და რაგბზე იყო აგებული ეს კომიქსები, ზუსტად აი ეს დაახლოებით აი ამ ხილა და როგორ იყო, იცი, ყველა გუნდის გაცნობა იყო და აი ესე კომიქსებად ქონდა შექმნილი იმათაც რა და ანუ თან საფრანგეთში იქ ძალიან გამიკვირდა რა, იმიტომ რომ მე არავის არ მინახავს ჩვენთან ახლა სპორტოაქტებს უდავდივარ, არავის არ მინახავს, მედია ოჟაში ყველას ედო ესე. საქართველოსზე იყო ძალიან მაგარი, გამოყვანილი ყავდათ მამუკა გორგოძე, ლეგენდარული. უი, გორგოძეც ჩვენი გუნდელი იყო ეგ და მოვიწყდა. უი, მოყევი. ჩვენი გუნდელი იყო კალათბურთზე. ხო, მაგას კალათბურთთან დაიწყო კარიერა. იქ იყო ზუსტად აი მე და ცინცაძე სადაც ვიყავი გუნდში. მართლა, შენ და ბუზგუნდელი იყო გორგოძე იყო ჩვენი გუნდელი და მე ვიღაცა მოთხრა ლევან ქარაბაკმა რომელიღაცა ძმა კალათბურთელმა რომ სადეო ნაკისო რაგბიო. ხო, კალათბურთთან რაგბიშიო. და მაგის მერე კიდევ გაიცადა. კი იცი რაც გახდა რაგბიში. ანუ 17 წლის გადავიდა. რა საინტერესო იქნებოდა მამუკა გორგოძე კალათბურთს გაყოლოდა. სხვათა შორის კარგად თამაშობდა, ოღონდ ჯანი თუ ვერ დაუდგებოდი, გადაგაგდებოდა რა. აი ვისი ადარებდა ეხლა მამუკა გორგოძე წაყოლდა კალათბურთს, აი რომა კალათბურთში შედა. იანისი და ლებრონი ძალიან უყვარს მამუკა, მაგრამ ეგეთი რა, ჯანიანი ხო, ეხლა იანისი და იოკიჩის იოკიჩი კლასია. შეიძლება ეგეთი ყოფილიყო რა, მიხდი? იმიტომ რომ ეგეც რაგბიში ხო გორგოძეც ეგეთია რა, ინტელექტუალურად და ძალიან მაღალი ინტელექტი. კალათბურთშიც იქნებოდა რა, ალბათ ეგეთი. ხო, ვიღაცა ისეთი რომ ხო. თან რაგბიში ხო გაუკეთებია კალათბურთული პასები ცოტა. ხო და ეგ არის მოედნების მოხატვა. მოედნე აი ეგ უნდა მეკითხა ხო დამავიწყდა ხო მოედნების და ეგეც ისეთია რა, საინტერესო ამბავი არის, ნიკოს პარკებშიც გავაკეთეთ ბევრი. უბნის მოედნები, დიდი მოედნები, ძალიან საინტერესოა ეს უბრალოდ სარიელი ასფალტის ან რაღაცა ზედაპირის მაგივრად უკვე მოხატულია და ეს ქმნის იმ რაღაც ეხანდელი ეპოქის იერსახეს რა, რომელიც საინტერესოა უკვე და მისაღებია ამ თაობისთვის ხო? რაღაცა სიახლეა და ეს სიახლე მაგრამ ანუ უკვე აღარ არის საკმარისი რომ მარტო მოედანზე მიხვდე, ეგ რაღაც დიზაინიც გჭირდება ხო, რა ფორმა გაცვია, პოტასები კაი და ეს ყველაფერი არის ეს ანტურაჟი ამ ყველაფერს. მაგაშიც მონაწილეობთ ჩვენი პროფესიით და მოედნის მოხატვებსაც ვაკეთებთ ხოლმე. არა, ძალიან კაია ხო? რამეზე მუშაობ ეხა პროექტზე რამე ისეც. ეხა მე სტუდია გავაკეთე, ჩემი სტუდია, სადაც უკვე სასწავლო შემეცნებითი მასტერკლასებიც მაქვს, და რაღაცებს ვასწავლი პატარებსაც, დიდებსაც, რაღაცებს ტესტავ. როგორი მასტერკლასი ან ვორქშოპი იქნება, მოკლედ ისეთ სიახლეა რა, ეს სტუდია ბევრ ამას ითავსებს რაღაც სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩემ ძირითად მიმართულებებს არ ვშორდები, იგივენად ვაკეთებ, თუმცა ეს უკვე რაღაცნაირად სხვა აუდიტორიასაც კრეებს. ჩემ კოლეგებსაც ჩავთავ, მარტო მე არ ვიქნები და ისინიც ჩაატარებენ მასტერკლასებს. რაც უნდა დიდები თქვენ შეგიძლიათ, რამე გავაკეთოთ ერთად მოკლედ ისეთია რა, თავისუფალი სივრცე დავარქვათ. ახალი იდეებისთვის, არა მხოლოდ მაინც და მაინც მხატვრობა, რა ვიცი, იყოს სპორტი, მით უმეტეს. აი მაგ ამბავში ვარ ახლა, ასე ვთქვათ, ისეთი საფუძვლიანად ჩართული. შვენიერი, YouTube სივრცეში ხوارაპირებ შემოჭრას. მაგაზე ეგ ხო იცი როგორი თემაა, სულ რო გეფიქრება და სულ რო ვიღაცა გეკითხება და სულ რო რაღაცა იდეა გააქვს, მაგრამ მაგასაც ცოტა რა, აი მარტო რო ვერ იზამ და მინიმუმ რო რაღაცა ერთი კაცი მაინც გინდა ან ორი კაცი რო
რაღაც გავაკეთო, მაგრამ რაც თავარი იდეები მაქვს, ხო და შეიძლება რომ გავაკეთო, კი. სანამ ჩვენ თამაშზე გადავალთ, მანამდე მინდა ამ ბლოგში პატარა შენგან მოვისმინო, შენ გვათამაშო ესე რომ ვთქვათ. ეხლა რას გულისხმობ ამას? ოკეი. რადგან კალათბურთი არის მაინც ის სფერო, სპორტის ის სახეობა, რომელიც შენთან ყველაზე ახლოს არის. მოდი რენდომად ჩამოთვალე შენ, ლევონჩო. 5 კალათბურთელი. თუ გინდა ფეხბურთზეც ვქნათ, მე კაცო ფეხბურთიც მოწვა. კაი, მოდი 3 კალათბურთელი, 2 ფეხბურთელი ჩამოთვალე. რა რენდომად პროსტა? პროსტა აი სუპერსტარები რა. და თუ არის შესაძლებელი, არ ვიცი, თუ არ არის შესაძლებელი, ამას ამოვიჭრით კაცო. თუ არის შესაძლებელი, სტილისტურად მხატვრობაში ფერები პეიზაჟი იქნება თუ რა იქნება, რომ შეუსაბამოთ ამ თუ იმ სპორტსმენს. აი მაგალითად სტეფ კარი, რენდომ რა, სტეფ კარი, აი რაღაცა პეიზაჟი როგორ დახატავდა სტეფ კარი. სტეფ კარი არის სტეფ კარი არის ყველაზე მაგარი. უნდა დავიწყოთ მაგით. ოეგრია. ასწავლე. ოეგრია. ტიპი რომელმაც შეცვალა კალათბურთის, აი რაღაც გარდატეხა მოახდინა კალათბურთში, ანუ სამფულიანის როლი ვამბობ რა. ხო. რომელმაც თან ძალიან სტაბილურად. და რომელიც აუცილებლად ყოველთვის ყველაზე მაგრამ თან ეს ის მოთამაშეა, რომ მარტო სამიანი არა, ძალიან კარგად შეუძლია დრიბლინგიც, პასიც. ყველაფერი, კი. შესვლაც, დაცვაც, ჩაჭრაც, ყველაფერი. და კაპის კილები დაჭერაც. მაგას ვამბობ, ხო ხდები, ანუ მოდი ვთქვა, რომ ყველაზე მაგარია და ეხლა ყველაზე მაგარი რა არის არტში. მიხვდი? მაშინ ეგრე უნდა გამოვიდეთ. კი, კაი, ეგრე გამოვიდეთ, კი. ყველაზე მაგარი არის ის, რაც არის ახალი. მე ესე ვამბობ ხოლმე, ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ახალი არის, ნუ აი სიახლე სადაც ჩანს რა. ესე რაღაც არსებული ეხლა ეგრე ლეონარდო და ვინჩი ვიცით რომ მაგარია ყველა, მაგრამ ბენქსიც მაგარია რა. ხო. ხო და ეგ უკვე გემოვნების ამბავია, მიდრას მოარგებს. თანამედროვე ხელოვნებას. ხო, ჩემთვის ორივე არის, სტეფ კარი ორივე არის. აი და ვინჩი და ბენქსი რო შევაერთო. მაშინ ეგრე. ეგ მგონი ყველაზე საინტერესოა. იმიტომ რომ კლასიკაც აქვს თევს თავისი კლასიკა და ეს თანამედროვე ისიც აქვს. ძალიან საინტერესო დაახსნა და ერთი მინდა ვთქვა, ხუიჩა კვარცხელი. ხუიჩაც იგივე შეგვიძლია ყველაზე მაგარია და იგივე აბსოლუტურად რა. პლუს რამე დავამატოთ. პლუს კიდე რამე თუ გინდა დავამატოთ ეხლა ჩვენი სუბიექტო, ზუსტად სუბიექტო, აი უბრალოება დავამატოთ ფიროსმანით, რომ თან უბრალო რჩება. კი, იმიტომ რომ ეგ ტიპი არ არის. აი რაღაცები, მაგრამ კიდია იქ. რაღაცა ფოტოსესია, რაღაცები, იმიტომ თავის საქმეს აკეთებს და ზუსტად ფიროსმანი ემატება მაშინ მაგით. ჩემპიონთა ლიგის მატჩი საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზო გადაცეს და როგორი მეხსი უთხრა ისე. ყველაზე ქართული ვერსია მეხსი უთხრა. ხელი აუწია და სპასიბაო და ქართულზე სპასიბაო უთხრა რა. კი, ნახე ეს. არა, ხუიჩა ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. არა, აბსოლუტურად ისე ვამბობ ობიექტურად, რომ ყველაზე მაგარი გამოდის. უბრალოდ ეს არ მინდა რომ ხშირად ვიძახო, რავი, ამე არ მოხდეს. თუ. ხო. რაგბითან როგორ ხარ, შენ გიყვარს რაგბი? აუ, რაგბი ჩემი ტკივილია, რომ წესები ვერ ვისწავლე რა. ეს ალბათ უმრავლესობა აი ვერ ხვდები რა ხდება იქ რა. მე მაგრამ მიყვარს რაგბი ყველაზე მეტად რომ აბსოლუტურად ყველა წესი ვიცი, იმიტომ თამაშობ. ხო და ეგრეა, ვინც თამაშობდა მარტო იმანის ის წესები. ხო, ძალიან ბევრი მეგობარი მიყავს მე და ყველა ეგრე უნდა ითამაშო რო ვითამაშო, როდის ვითამაშო, კაცო, მითხარი წესი. ხო ხდები და ვერასდროს ვერ ხვდები, ერთი ვიცი უკან პასი როა. შეიძლება, ანუ ეგ მაგრა ვიცი, აი უკან მიეცს პასები. აი რა ხდება, ვის აძლევს პას, ამპულოები და რაღაცები, არ ვიცი. კაი, მაგრამ ნინიაშვილი უნდა მეთქვა. ეგ არის რა, ნინიაშვილი და ეს სტარები, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ როლები როგორ ნაწილდება, ვინ ასაკეთებს, შეკინებაში რატომ ჯარიმას საკარი, ვაფშე რა ხდება, რატოსწრებს ეს ხალხი ერთმანეთს და რაღაც აი ამ დროს ეგრე არ არის, იქ ვერ ყველაფერი იქ ვიციან, მაგრამ აი უნდა თამაშობდნენ. რა, ყველა ეგრე ამბობს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წესი აქვს რა. რა, ანუ მაგალითად ფეხბურთში რო ერთი აფსაიდი არის, შეტევის დროს რაგბიში არის 6 აფსაიდი. ვიცი, აი მაგდონო. ანუ ბევრი ის აქვს, რა ხო, რა იქ დაცვის აფსაიდია, იქ აუტიდან ეს ჩარტი ტიპი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეც ანუ ძალიან ხო და მაგას ეს რიგითი მაყურებელი ვერ ხვდება რა. აი ვაფშე ვერ ხვდება ვერაფერს, უბრალოდ უყურებ და გიხარია შენიანი ბურთი თუ მირბის. მართლა.
ხო ეგრეა? აი ეგ არის და იქნებ ეგ თემაც წამოვწიოთ, რომ აი რაგბის წესების რაღაცა ყოველკვირეული აქვს და რაღაცა გავაკეთოთ მართლა. რომ საინტერესო იქნება. არ ვაპარაკობ მე რაღაც ქალებზე ან დებიებზე. ჩვეულებრივ სპორტსმენმა ხალხ არ იცის, ხდი, ვინც რაგბიში არა ჩახედული. აი ესეთ სტილში რაგბის წესები ხო ძალიან მარტივი და მაგარი. აი ძალიან კაი იდეა გაიჩიტა ბაზარი. ესეთ სტილში რაგბის წესები იქნება უმარტივესად წასაკითხის დასათვალიერებელიც და ვინც არის ის გულშემატკივრებისთვის. ხო რა, ძალიან მარტივი და გემრიელი ამბავი იქნება და კაი იდეა წარმოიშვა უცებ. ესე სტილში ხარო გადაშლი და იქ რომ ანუ თან შემეცნებითი ფორმატი თან კომიქსით, თან იმისი, ანუ ძალიან მაგარი რაგბის კავშირი. რა ვიცი, აჰა, გეუბნები ეს გამეზა აქ არის. დღეში 3-3 საკონტაქტოს იდეა გენიალური. ხო და მართლა კაია. ეს უკვე ანუ საჭირო არის. საქმე არ არის რომ მაგრები ვარ თქვა და საჭირო თემაა რა. შემდეგი სოფლიო იქნება გაფართოებული რაგბის, სადაც როგორია იცი, აი მარტივად რო თქვა გასაგებენაზე ერთი უეჭველი ძალიან დაბალი დონის ნაკრები გვხვდება, მაგალითად ჰონკონგი და ერთი აი საშუალო დონის, ვისაც უნდა მოუგო რა, ურუგვაი, ხო, ანუ ნინიაშვილი ყავდა ჩვენ აქ მე პირველივე სტუმარი და მაგამ თქვა რომ ანუ უეჭველი ვითამაშოთ პლეიოფში ისტორიის პირველ თუ შემდეგ სოფლიოზე. ხო და გაგრას აი სოფლიოს წინ ხალხი უფრო ძალიან კაი იქნება. ხო, ამ სოფლიოს შემდეგ 2-3 თვით ადრე დავიწყოთ ფიქრი. თავარი ყურადღება მოგვაქციონ და აი ეს გაითვალისწინო. ხო რა, ანუ ამის გენერება შეიძლება რა ფორმატი გაკეთდეს, რაღაცა ისეთი ხარტი და გასაგები ყველასთვის. იმიტომ რომ ძირთადად ხო მაინც ეგრეა, ბევრმა არ იცის ახლა მაგალითად დარწმუნებული ვარ კალაბურთი ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ რო გავდივართ ყველას უხარია რა. და რაც უფრო მეტი შეიყვარებს, რაც უფრო მეტი გაიგებს. კალაბურთში ცოტა კიდე უფრო მარტივია რა, ხედავ ფარს, იქ ისე ჩავარდება რაღაცა აქ ქაოსი ჩამოიყარა. ანუ მართლა ეგრეა რა და ძალიან კარგი, ანუ ძალიან ჩამიჯდა ახლა გონებაში, მართლა იმიტომ რომ სუპერ მაგარია. ოღონდ მე თან ეს ყოველი რაგბის ყურებისას ეს იდეა და ის მახომე წუხილი რომ იქნება ვინმე მან გადაცემა გააკეთოს, ასადნი ილაპარაკოს ამაზე. ხო რა, მარტივად ელემენტარული ის გავიქოთ. ვერ შეეკითხე, ხე თამაშზე რაღაცას ეკითხები წეს არა, იქ ადი გულწვამს, ადროს ეგ ხვირია რაღაცას გაიგებ ხოხტები. დამიჯერეთ რომ ერთი ნაბიჯით, მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ წახვალთ. კაი, რადგან ყდაზე გაკეთების თოკო შენგელიას სტილიც გითხარი მხატვრობის ამბავში და შენგელია. ლიდერი, ალბათ უფრო ლიდერული თვისება. ხო, აბა შემტევი რა, უნდა აგრესიულად შემტევი რა. ყველა თქვათ ვერსიები. არ ვიცი, აი არ მოდგენა არ მაქვს. ხო, აი ძნელია. და რა კონკრეტული სტილი რაღაცა ესა რა. აი შენ ყველაზე მეტად რომელი სტილი მოგწონს, ხო? მე ოდით გამე მომწონს სროლელები, შუთერები კალათბურთში რა. შუთერები. ანუ რეჯი მილერი და რეი ალენი და აი ხალხი. და გამთამაშებელიც იმიტომ გამთამაშებლები. ხო, მეც მაკეთკენ ვიწევ, ხო? კი. კალათბურთის და ფეხბურთის იმაზე მინდა ის თქვა რა. აი კალათბურთი რატო მომწონს კიდე გარდა იმისა, რაც ხდება. დროის ფაქტორი რა, კალათბურთში ყოველი წამი არის აღრეცვა. აი ყველა წამს აი მე მგონია რომ ძალიან სამართლიანია. რაც ფეხბურთში არ არის ხალხო. იქ რამდენი ემატება ამ საჯიროდეს უსწრეს იქ კუთხურს აცდის, არ აცდის თვითონ უწევს. აი ეგეთი რაღაცები რო ხდება. ხო, ანუ განსაზღვრული დრო არის რა. ანუ რა პონტია. სუფთა დრო, ხო, სუფთა დრო. ხო, მაგას ვამბობ. საჯირო ზოგჯერ ამატებს ხოლმე 5 წუთს, იმ 5 წუთს კიდე რომ გადაცდება, მე იმ ბოლო 2 წუთში გაიტანენ გოლს და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო დამატებული. აი რაღაც ეგეთი რაღაცები რო ხდება, რაღაც ცოტა უცნაურია. მომდენო ბლოკში პატარა თამაში გვაქვს მომზადებული, რომელიც გულის ვეცადე ყოველ შემთხვევაში რომ შენი სიყვარული კალათბურთის მიმართ და შენი პროფესია დამეკავშირებინა ერთმანეთთან. ოკეი. რაღაცა კარიკატურები მოვიტანე ისეთი, რომელიც ნუ შეიძლება მარტივი იყოს იდეაში, მაგრამ რაღაც არა გასართობი. თავია, მაგისთვის მაგარია მე. ცნობილი კალათბურთელების კარიკატურები. წავედით, ვითამაშოთ გამიზასთან ერთად კარიკატურები. ოკეი. აჰა, ვითამაშოთ ესე იგი. ოკეი. კარიკატურები როგორც აღნიშნე, კარიკატურები ცნობილი კალათბურთელების. ნახოთ, აბა. ეს ვინაა? ეს ალბათ ის არის, მაგრამ ცოტა დევიდ რობინსონსაც გავს. ეს მაიკლი არის. ეს მაიკლი არის.
კი, მაიკლ ჯორდანია. ხო, ნუ ეს ის არის. ყველაზე მაგარი. სტეფია, ხო, აი ამას ეს კბილები და თვალები სახასიათოა. კბილებმა და თვალებმა დაწვეს აქ, ხო? ეს კიდე ამას კიდე დამახინჯება უნდა და. ნუ ეს წვერით, ეგ არის. მაგრამ როგორ სახასიათო თვალები, კოპებ შეკრული, ხო? ხო, ლებრონი. ლებრონი. იბაზო წვერით ახლა ჰარდენსაც გქონდა. ხო, მაგრამ ნუ აი ჰარდენს მაშინ სულ წვერი უნდა ყოფილიყო. ხო, აი ბაკებიდან ეწება ამას თავის წვერი და ეს პუჩებიც. აი ბატონო. ეს უილ სმითს გავს, მაგრამ დურანტი იქნება ალბათ რა. აუ, თან ეს ეთყობა ცოტა დამწყები მხატვრის გახატული არის რა. და მოწეულია. ყურებ ხო, ანუ თან თვალები ამღვრეულია. ხატვარიც ეგეთი. ეს ის არის. შაკი, ეს შაკია. კი ბატონო. ხო რა, შაკია. შაკია, კი ბატონო. გართულდა. ეს ვინ არის? ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება აქ მან. ეს ის არის, კაცო. ხო, ვიცი. ისტონსი? მეჯიკ ჯონსონი. მეჯიკი, ბაზარია რა, მეჯიკს თმა ქონდა ეგეთი? კარიკატურისტმა გადაწყვიტა ეს. წავედ. ეს ჩემი საყვარელია, კაცო. დენისა ყველა პოზაში და ყველა იმაში ხო ეს მარტივია. ცნობადია, თან მართლა ძალიან მევასებო და დენის როდმან. ლარი ბერდია ან აქ რამე ალტერნატივა? ეს რუდი ფიოლესას. მაგრა გავს, ხო, რაღაც ეგეთი იმეებს გავს, მოგწელებს. მე მგონი ლარი ბერდი. ლარი ბერდი გახლავდა, კი კი, ლარი. აუ ეს ვინ გაიჩიტა? ეს ახლა ქართულა იმენა. ეს თან ახე პორტრეტი არც მაინსური არაფერი იმენა. პერანგით რაღაცა. არა, მე იმენა. ვინა, წვნელი ვარა. თუ კალათელი. აი გეტყვი. ჯაბარია. კარი მაბდულ ჯაბარი. ეს არის შენივე. ესეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. მადლობა. იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ. გამეზა იყო ჩვენი სტუმარი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამოვყვევით ძმების პოდკასტი. აბორ 24-ში ვიმყოფებოდით. ბავარია, ჩვენი სპონსორი და პარტნიორი. და გამოიწერეთ გამეზას ინსტაგრამი, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცებს ახლა. აუცილებლად. ამით დავამთავროთ დღეს. მაშინ გამეზ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებ. აბა, მომდენო შეხვედრამდე.